მშვიდობისა პატრიოტულ მაყურებლებო, ეთერში გადაცემა საუბარი მოზღვართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთაისის მთავარანგელოზ და მიქელეს და გაბრიელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დიაკონოზი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი. დაგლოცეთ ნიკოლოზ. ერთხელ დაგლოცეთ, თორე დაგლოცეთ. მამაო, ჩვენ გადაცემაში მადლობა თქვენს ასევე ერთმანეთს დაგლოცოს და ის მაყურებელიც, რომელიც ჩვენ გვიყურებს. შეიცვალოს ხმარი. ამინ. მამაო, მოდი დავიწყოთ კვირის ახარების განმარტებით და შემდეგ შევეხოთ ნაგერ ხუჩაბას დღესასწაული გვაქვს, ღვთისმშობლის ტაძრას მეყვანება ის დღე არის, დიდი დღესასწაულია. ნაგერ თან მარხვა დაიწყო და შობის მარხვა და აი ამ თემებზე ვისაუბროთ. კეთილი, კი ბატონო. ხო, ახლა კვირის ახარებასაც შეეხება აქ ეხოთ, წაგეთხოვლი კვირის ახარება უშუალოდ უგუნური მდიდრის შესახებ და იგი იწყებოდა შემდეგნაირად, რომ ვიღაც პიროვნებამ, რომლის სახელით კონკრეტულად ცნობილი არ არის, რაც პიროვნებას, ესე იგი მიიღოთ ვიღაც პიროვნებამ დიდი მოსავალი. ჩვენ წმინდა წერილში რაღაცა მოგეხსენებათ, ესე იგი ფაქტიურად სახელი ცნობილი რომ არ არის პიროვნების, ესე იგი ეს მიმანიშნებელია იმისათვის, რომ ეს ადამიანი ღვთისთვის არასათანადო მაცხოვრებელი იყო. აი როგორც მდიდარსა და ლაზარეში ვთქვათ, ლაზარე ეს სახელი ცნობილია და მდიდრის სახელი ცნობილი არ არის. თავად უფალს დიახ, არა იმიტომ რომ ვთქვათ უფალმა არ იცოდა, უბრალოდ კაცობრიობისათვის არ არის განცხადებული ვთქვათ ის სახელი. არ ჩათვალა ხო იმას. რა თქმა უნდა, რომ ეს მიმანიშნებელია იმისა, რომ ესე იგი ეს ადამიანი ვერ ცხოვრობდა ისე, როგორაც უნდა ეცხოვრა მას. მაგრამ მიუხედავად ამისა, უფალი აძლევს საშუალებას ამ ადამიანს, რომ ის დამოკიდებულება და თქვა ის არასწორი მიდგომები, რომელიც მას გააჩნდა, ზოგადად გამოესწორებინა. ამიტომ ძალიან დიდ მოსავალს მიიღებს ეს პიროვნება. მიიღებს იმდენ მოსავალს, რომ უკვე ბეღლები, რომელიც ხონდა აშენებელი, ეს ბეღლები მისთვის საკმარისი არ არის. დიახ. და გახარებული საკუთარ თავს უკვე ესაუბრება და ძალზე საინტერესოა ის საკუთარ თავს ესაუბრება თუ ვის ესაუბრება საკუთარ თავში. ხო არა მას, ვისაც ტახტი დაუდგა მან. ბოროტი, დიახ. და რაც შეეხება ახლა მაგალითად ამ სიტყვას ასაც ეუბნება, რომ ესე იგი შენო ბევრი კეთილი საქმე გიქნია. ადექიო დაანგრია ახლა ეს მცირე, რაც არის ეს ბეღლები, ააშენი ახალი, დიდი, შეიტანე თქვათ ეს მოსავალი შიგნით და შემდეგ განისვენე. და საკუთარ უთქვა რომ ბევრი საქმე გაქვს ნაკეთები, ბევრი იშრომე და ეხლა უკვე შესაძლებელობა მიეცეს რომ მას განიხაროს და განსხვამით იცხოვროს. და როდესაც აი ამ ფიქრებში არის ეს ადამიანი, ამ დროს ეცხადება მას უფალი და უფლის ანგელოზი და პირდაპირ ეუბნება რომ ესე უგუნურო ამეღამა შენგანო შენსულს მიიღებენ და ის რასაც შენ ამბობ, თქვა რაზეც ფიქრობ და ეს ქონება ყოველ ვის დარჩება. ეხლა განვარტოთ ეს სახარება. დიახ. ხო, შეიძლება ის დაგვარათ ეს პირო განვარტოთ. ეს პიროვნება, რომელსაც უფალმა მიმადლა ამდენი სიმდიდრე. მიმადლა არა იმიტომ, რომ მაგალითად თქვათ ის რაიმეს ნაკლოვანებას განიცდიდა. არა, მიმადლა იმიტომ, რომ ფაქტობრივად ეს სიმდიდრე მას გამოეყენებინა კეთილი საქმისთვის. კეთილი საქმეებისათვის, უპირველეს ყოვლისა. დიახ. სიმდიდრე, აი თუ მანამდეც რაც ხონდა ამ პიროვნებას, ეს ხო იყო საკმარისი იმისათვის, რომ თქვათ უდარდელად და უდრტუნველად ეცხოვრო. რა თქმა უნდა, საკმარისი იყო. მაგრამ მიეცა იმისათვის, რომ გამდიდრებულიყო ღმერთში და გამდიდრებულიყო მოყვაში. მაგრამ სამწუხაროდ ესე იგი ეს ადამიანი ვერ ამჩნევს მის გვერდით ვერავის და საკუთარ თავს ესაუბრება და ეუბნება რომ რაც შეიძლება თქვა მეტი შეაგროს და დაანგრიოს ის ბეღლები რომელიც მას ჰქონდა და ნახეთ
შეიძლება გაისად კიდე უფრო მეტი რომ მიიღო, მაშინ ახალაშენებულსაც დაანგრევდა და კიდე მეორეს და იმის ახლეს მშენებლობას დაიწყებდა ეს ადამიანი, ხო? ფაქტურად, ნახეთ როგორ არის მომართული და ადამიანის აზროვნება. გაანგრევ, ახალს აშენებ, კიდე თუ მოგეცა, იმასაც დაანგრევ და ფაქტურად უდმივ ის გრევაშენების პროცესში არის ადამიანი და ფაქტურად ბოროტი სწორედ ამ მიმართულებით ასე რომ ვთქვათ, ამოძრავებს ამას და მთავარ მნიშვნელობას აშორებს. უფლისაგან მოძებულს, უფლისაგან მიმადლებულს, ვთქვათ, ამ საზრდო საბადებელს, ესე იგი, მხოლოდ და მხოლოდ განუჩენს საკუთარ თავს და არა მოყვას, რაც ყველაზე ცუდი და არასასიამოვნოა. ნიკოლოზ, იმაზე კი არ დაფიქრდა რა, რომ უფალმა დაუშვა, მომცა და მოდი ამას დავეხმარები გაჭირვებულს ანამეს, ხო? მარტო პირადზე იფიქრა. რა თქმა უნდა. და ეხლა ადამიანების ასეთი დამოკიდებულებას ღრმაფესვები გააჩნია. და ეხლა მე ვეცდები დავიწყოთ თავიდან და თავმჯდომარეულად რომ მივიდეთ, თქვათ, ამ დასკვნამდე რატო არის, თქვათ, ადამიანის გარკვეული ნაწილი, თქვათ, ასე რო ქმედებს და რაღაც. როდესაც უფალმა შექმნა უხილავი და ხელული სამყარო და ხელულ სამყაროში სამოთხეში დაასახლა ადამიანი, პირველი ადამი და დაბადა იგი თავის ხატა და მსგავსად. ჩვენ ვიცით, რომ ხატება ეს არის სული გონიერი და უკვდავი და თავისუფალი ნება, რომელიც უბოძა უფალმა ადამიანს და მსგავსება კი არის ადამიანის სწრაფვა უფლისაკენ, უნდა გამოიხატოს მსგავსებაში. ამიტომ მთელ სამყაროში ყველა ადამიანი ღვთის ხატი არის და მხოლოდ მსგავსი არის ის, რომელიც ცდილობს თავისი ცხოვრების წესით უფალს ემსგავსოს. ეხლა, როდესაც მიეცა ადამიანს მცნება სამოთხეში, იყო ერთადერთი მსება მიცემული, აღრძეული ნაყოფის მიღება არ მიღება. ანუ ამ ნაყოფის არ მიღებით მორჩილების გზით ხდებოდა ადამიანის განფრთობა, განსულიერება. და სწორედ ესე იგი, და ადამიანს, რომელიც დაადგინა უფალმა მატერიალური სამყაროს ქონების გვირგვინად, უნდა ეცხოვრა ამ წუთის სოფელში ღვთის, ასე რომ ვთქვათ, განგებულების ქვეშ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ну, უფალთან ერთად. დიახ. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანი აკეთებს სხვა არჩევანს და ეს არჩევანი თავისი, ასე რომ ვთქვათ, საბოლოო მიზნით იგივე არის, რასაც უფალი ეუბნებოდა და რა. ესე იგი, ამ ნაყოფის არ მიღებს მოშორებით ხდებოდა განხტობა ადამიანისა და ეშმაკი ეუბნება დაცემული სული ადამიანს, რომ თუ კი ამ ნაყოფს მიიღებ, ამ ნაყოფის მიღებით შეიქმნები ღმერთივით. და ეს არის პრობლემა კაცობრიობის ადამიანებისა, რომ ჩვენ ყველაფერს მიღწევა გვინდა უცებ და უცებ არაფერი არ მიიღწევა ამ წუთის სოფელში. ესე იგი, ის გზა, რომელიც უფალმა დაგვიწესა და დაგვისახა, იმ გზის განვლა იყო აუცილებელი. მაგრამ სამწუხაროდ, ესე იგი, ფაქტურად უმოკლესი გზას ირჩევს ადამიანი და უკვე პირველ რიგში ეს ადამი ეცემა ამარტავნებით დაცემა იწვევს ღვთისაგან განდგომილებას, უკვე ღვთის ქმნილება იმდომებს ღვთის გარეშე ცხოვრებას და უკვე მისთვის ღმერთი არა როგორც განიხილება, როგორც მოსიყვარულე, ვთქვათ, მობიერი მამა, მშობელი, არამედ სასტიკი დამჟელი პიროვნება. და სწორედ ესე იგი, ადამიანში, როდესაც ჩაითესება, ვთქვათ, საყოველთაო განდგომილების, ღვთის გარეშე ცხოვრების სული, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობებს შემდგომ კაცობრიობაში ის დაცემული მდგომარეობები, რასაც მაგალითად კაინის მიერ ცივილიზაცია ქვია. და რატო ქვია კაინის ცივილიზაცია? რომ კაინის თავმოყრობაში უფლის სახელი აღარ იხსენიებოდა. ის ნიჭი, პოტენციალი, უნარი, შესაძლებლობა, რაც უფალმა მისცა ადამიანს. კაცო უკვე კაინის თავმოყრობა მიმართა ეს არა ზეცისაკენ და ღმერთთან ერთობისათვის, არამედ პირიქით, წუთის სოფლის დამკვიდრებისათვის. და
სწორედ ამან განაპირობა ამ გარემოებამ და ამ ფაქტორებმა განაპირობეს ის რომ უკვე ადამიანს არანაირად აღარ ქონდა სურვილი რომ ღმერთთან თანაცხოვრებისა, ღმერთთან ერთობისა დაავიწყდა ადამიანს ისიც რომ უფალი არის, მასში არის სიცოცხლე და იგი არის ნათელი კაცთა და სწორედ ესე იგი უფლის ნათლის მაგერად ფსევდო ნათელი თიმოსება ადამიანი ამ წუთის სოფელში უკვე ის ნიჭი და უნარი რომელიც უფალმა მიმადლა მას ღმერთთან კავშირისათვის იყენებს ამ წუთის სოფლის დამკვიდრებისათვის უკვე ყოველივეს თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ესე იგი აკეთებს ყოველივეს რომ საკუთარ თავზე და ქმედებაზე, საქციელზე, დამოკიდებულებაზე მოყვას ამ მიმართებაში თვითონ იყოს პასუხისმგებელი ყოველ მხრივ. და სწორედ ეს არის ის სამწუხარო ფაქტი და გარემოება, რამაც გამოიწვია კაცობრიობის ზოგადად კაცობრიობის გარკვეული ნაწილის განდგომა ღვთისაგან. ამიტომ ადამიანებს სამწუხაროდ დაგვავიწყო რომ ღმერთი არსებობს, რომ უფალი განაგებზე განკარგავს ყოველივეს. მიუხედავად იმისა, ჩვენ გვგრძნობ თუ არა ჩვენ ცხოვრებაში ღვთის ხელს. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ამას ღვთის განგებულებას, ღვთის ხელს ვერ გრძნობს საკუთარ ცხოვრებაში. ბევრი ადამიანი სამწუხაროდ. და რო დაინახო, იგრძნო, შეიმეცნო, გაითავისო, ამისათვის აუცილებელი არის პირველ ყოვლისა ეკლესიური ცხოვრების წესი. ეხლა წამოვყვეთ აქედან, ნახეთ კაინის თავმოყრობა, კაინის ცივილიზაცია უკვე ფაქტურად შეიქმნა. ფერუმარილის მუსიკალური ინსტრუმენტები, ორცოლიან, მრავალცოლიანობა, საბრძოლო იარაღი, ყველაფერი ფაქტურად მოდის კაინის თავმოყრობიდან. მაგრამ ღვთის ხელი კაინის თავმოყრობაზე რაში გამოვლინდა იმაში რომ ვისწავლები თქვა კაინის თავმოყრობაში არ იბადებოდა მამრობითი სქესის პიროვნება. ამიტომ ფაქტურად მათ გადაშენება ეწერა და სწორედ შემდეგ დაიწყეს სეითის თანამომავლობასთან ურთიერთობაში შესვლა. და სწორედ ესე იგი ამ ფაქტორმა განაპირობა მე ვთქვა აღრევა სეითისა და ღვთისშვილებისა და კაცშვილების თანამომავლობისა და საბოლოო ჯამში კი ამან მიიყვანა კაცობრიობა საბოლოო წარღვნამდე სამწუხაროდ. ესე იგი სეითის თანამომავლობა კი ვერ შეძლეს კაინის თანამომავლობის გადაბირება და ვთქვათ მათ აზროვნებაზე გადმოყვანა, რომელშიცაც თაობაშიც იხსენიებოდა ღვთისახელი. არამედ კაინის თანამომავლობამ და რა იყო ამის მიზეზი? ამის მიზეზი გახდათ ცოდვისაკენ მიდრეკილება. რომ ადამიანი მიიდრიკა სამწუხაროდ ცოდვისაგან ადამიანში, რამე თუ ადამიანში მთელმა კაცობრიობამ შეცოდა და ცოდვისაგან მიდრეკილებამ განაპირობა კაცობრიობის საყოველთაო სულიერი დაცემა და დეგრადირება და თუ კი მანამდე როდესაც საშინელ ფაქტს ჩადის კაინი საკუთარი ძმის მიმართ, როდესაც კლავს კაინი აბელს მიუხედავად უფლის შეგონებებისა, ის მაინც თავის ესე გადაწყვეტილებას ასე რომ ვთქვათ არ ცვლის და კაინის პლეს მიეძღვებოდა შვიდგზის რაც ნიშნავს იმას რომ კაინი არ უნდა მომკვდარიყო კაცის ხელიდან და კაინში ყველაზე აინახა კაცის ხელა მით ამ თოდისაგან თავი შეეკავებინა უკვე წარღვნიშნებდგომ პერიოდში ასეთ ჰუმანურ კანონზე თქვათ საუბარი ზედმეტი იყო. ადამიანს თუ არ ეტყოდეს შენ თუ მოკლავ, შენს მოკლავენ, ისე ცოდვისაგან ვეღარ შეაკავებდი. სწორედ ესე იგი უფლისაგან, მე ისე თქვამი და უფლისაგან საყოველთაო განდგომამ განაპირობა კაცობრიობის ასე დაცემა დეგრადირება. ამიტომ სამწუხარო ფაქტი იყო ის, სამწუხარო ფაქტი არის ის რომ ესე იგი ადამიანი რომელიც ცხოვრობს ღვთის გარეშე ასეთ უსუსურ მდგომარეობაში არის ჩავარდნილი, მაგრამ როგორ ხედავს პიროვნება ამას, მისას მდგომარეობას, როგორ აღიქვამს? აი პრობლემა, ერთ პრობლემას კიდე ეს მეორე პრობლემა ემატება. და თუ გით ეხლა გადმოვიდეთ ამ მდიდრის შესახებ. ესე იგი, ღვთის განგებულებას მდიდარი ვერ ხედავდა, ესე იგი, მას აწერდა ამას ყოველივე საკუთარ თავში და თუ კი ეხლა ძველი აღთქმის ისტორიას გადავხედავთ, ჩვენ იქ ვნახავთ, რომ წმინდა წერილში ძალიან ბევრი ადამიანი არის, მაგალითად ძველი აღთქმის მართალი ადამიანები, რომლებიც მდიდრები იყვნენ, ეს აბრაამი იქნებოდა, თქვა ისააკი იქნებოდა, იაკობი იქნებოდა თუ
იოსები იქნებოდა თუ იობი იქნებოდა, ამას არსებითი ნიშნული არ აქვს, ესე იგი ეს ადამიანები მდიდრები იყვნენ, მაგრამ სიმდიდრეს მათ ცხოვრებისთვის, ასე რომ ვთქვა და ღმერთთან ერთობისათვის ხელი არ შეუძლია. ეს ადამიანები თქვა ყველანი მდიდრდებოდა უფალში, რასაც წმინდა წორი პირდაპირ და თვალთანთი განგვიცხადებს. მაგრამ ეს ადამიანი, რომელიც მდიდარი იყო და რომელსაც მიეცა თქვა ეს სიმდიდრე, ნახეთ, თუ კი ძველი აღთქმის ის ადამიანები თქვათ ამისთვის ღმერთს ვადებოდა და ღმერთში ამრავლებდნენ ამ სიმდიდრეს, ამ ადამიანმა თქვა ამ მდიდარმა თვითრჩეულობას მიაწერა უფლისმიერ მოცემული ეს სიმდიდრე, თვითრჩეულობას. მე ვარ გამორჩეული ადამიანი, რომ თქვა ვეღარ ხედავდა უკვე მის გვერდით ის ვერავის თავის დაზ და თავის ტოლფას, ამიტომ არც კი კაზრდობდა თქვა სხვათან ურთიერთობას ეს პიროვნება და სწორედ იმიტომ იყო რომ ასე რომ ვთქვათ გახარებული და მადლიერი საკუთარი თავისა, საკუთარი რჩეულებისა ესაუბრება ვთქვათ საკუთარ თავში ჯამალულ ვთქვათ არა წმინდა ძალას გამოთქვამს, ესე იგი დიდ მადლიერებას გამოხატავს საკუთარი თავის პირველ რიგში და უნება რომ ძალიან ბევრი საქმეები გაქვთ ნაკეთებიო და ეხლა უკვე დაჯექიო, დაისვენეო და ფაქტიურად განიხარიო. თითქოს აკლდა მას ეს, თითქოს. მაგრამ ნახეთ, ადამიანს რაც მეტი აქვს, ზოგადად თქვათ მეტი უნდება მე. ის კმაყოფილებას ვერასდროს ვერ ეძლევა, არ მიეცემა. რატო? იმიტომ რომ სადაც არის ადამიანის გული, საუნჯე იქ არის ადამიანის გულის იქ არის. ესე იგი ფაქტურად რასახის ცოდვითაც არის ადამიანი ძლეული თქვათ, უკვე იქ არის იმ ადამიანის გული. და ეს ცოდვა შეიძლება ვერცხლის მოყვარეობა იყოს, შეიძლება თქვათ სხვა ნებისმიერი სახის ცოდვა იყოს, რომელიც ადამიანს განაშორებს უფალს და განაშორებს ღმერთს. და როდესაც ეუბნება რომ უგონი რომ ამეღამო შენგანო შენსულსო მიიღებსო უფალიო, ნახეთ, გაჩერდება ეს ადამიანი. და რას გვეუბნება და რას გვასწავლის ეს სახარება უპირველეს ყოვლისა, რომ ადამიანები ყველანი ამ წოთვის სოფელში ვართ წუთიერად მოვლენილი. როგორც სამეგობრო კაცი ვიცარსა თივარიან დღენიმისი დარსა ყვავილი ველისა ეგრე აყნავს რამ თუ განო სულან მიშორსა აღარ იყოს და არცა ისას ადგილი მისი. რაღაც დამთავრებული არის. წუთის სოფელში წუთიერად ვართ ადამიანები მოვლენილი. და ფაქტურად ეს წუთიერი ცხოვრება განაპირობებს კაცობრიობის საუკუნო ცხოვრებას. როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია საუბრობს საუკუნო ცხოვრებაზე, უპირველეს ყოვლისა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პავლე მოციქული რას გვეუბნება და რას გვასწავლის, რომ კაცთა მოქალაქეობა არის ზეცაში, რომ ადამიანები ჩვენ ყველანი დავიბადეთ ზეციური მოქალაქეობისათვის. თუ კი არ იფიქრე პიროვნება შენ თქვათ მასზე საუკუნო განსასვენებელზე, უკვე შენთვის ეს წუთის სოფელი ხდება, როგორ გითხრათ, ეს წუთის სოფელი ხდება, ესე იგი, მოხვეჭის ასპარეზი. ფაქტურად, რაც შეიძლება თქვა, ცდილობს ადამიანი მეტი და მეტი მოიხვეჭოს და მეტი და მეტი მოიპოვოს, თუ შეუძლია ვინმეს წართმევი წაართვას, აჩაგრას, შეურაცხყოფა მიაკენოს. ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტურად ადამიანი ღვთისხადად დაბადებული უკვე ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალობას შეერჩა თქვა ადამიანისა, მაგრამ შინაგანად მტაცებელი და მოხვეჭელი მგელი არის. აი როგორც ამბობენ რომ ხის ქურქში გახვეული მგელი თქვა სამწუხაროდ ამდენად დადის ადამიანის აზროვნება. და ეს პირდაპირ ასე კი არ ხდება, თანდათანობით ხდება, თანდათანობით შემოიპარება და უკუთურება ადამიანში და სწორედ ეს უკეთურება განაპირობებს მასში ამ სავალალო მდგომარეობამ და მიყვანას. და სწორედ ეს მდგომარეობა კი განაპირობებელია იმის, რომ ადამიანისთვის ცხოვრება ამ სამყაროში იწყება ამ წუთის სოფლით და მთავრდება ამ წუთის სოფლით. არა და უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ წუთის სოფელში ადამიანები წუთიერად მოვლენილი წუთი არის თქვა და ერთი დღე იქნება თუ 10 დღე იქნება თუ 1 წელი იქნება თუ 10 წელი იქნება თუ 50 წელი იქნება თუ 100 წელი იქნება, ამას არსებითი ნიშნები არ აქვს. ეს მაინც ერთი წამიერი გაელვება არის ამ წუთის სოფელში
დროით შემოსაზღვრულ სივრცეში და კაცობრიობა ამ დროით შემოსაზღვრულ სივრცედან თქვათ გადის უდროობაში და სწორედ ამიტომ იქნება თქვათ მართლათათვის ნეტარი მარადიული ნეტარება, ხოლო ცოდვილთათვის ცეცხლი საუკუნო და მტანჯველი და დაუშრეტელი. ამიტომ დღევანდელი წაკითხული სახარება ყველას უნდა შეგვაგონებდეს ეს და მთავარსა და მნიშვნელობას, რომ რასაც გვაძლევს უფალი გვეძლება ჩვენ, როდესაც ვხედავთ რომ გვეძლება და მოგვადებს ღმერთი, რომ ყოვლისა უნდა გამდიდრდეთ მოყვაში და უნდა გამდიდრდეთ ღმერთში. სწორედ ამიტომ ბრძანებთ, როდესაც ადამიანი ამას არ აკეთებს, ნახეთ, მთელი წმინდა წერილი არის შეგონება კაცობრიობისათვის. ამიტომ ეწოდება მას ცოცხლის წიგნი, რომ ისიც უნდა საზრდოობდებს მთელი ადამიანი. უფალი რას გვეუბნება, რომ ვინ ჩემთან არ შეკრებს, ის განაბნევსო. სწორედ უფლის მიერ ბოძებული, მოცემული და მომადლებული ჩვენთვის და უფალი ყოველთვის იმაზე მეზღვაძებს ჩვენ ზოგადად რასაც ვიმსახურებთ, ამ უფლის მიერ ბოძებულს ადამიანების სამწუხაროდ, ესე იგი, კი არ ვამრავლებთ და კი არ ვაბრუნებთ, თქვათ, უფალში, კი არ ვდიდრდებით უფალში, არამედ პირიქით. უკვე ვფიქრობთ საკუთარი თავის გამდიდებაზე, რაც ყველაზე სამწუხარო სამარცხვინო ფაქტი არის, რაც თანდათანობით გვაშორებს უფალს და გვაშორებს, ესე იგი, მოყვას. ამიტომ რაც შეიძლება უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ ვაიძულოთ ჩვენი თავი, რომ დავინახოთ ღვთისგანგებულება, შევხედოთ, ვაიძულოთ თავი, ვთქვათ, მოწყალების გაღებაში, ვთქვათ, ეკლესიური ცხოვრების წესში, რომ შემდეგ ეს ჩვენი იძულება ჩვენს თვისებაში გადავიდეს, რომელიც შემდგომში ახლა თუ კი რაიმე გაკეთებული საქმის გამო შეიძლება ადამიანს პირველად გიხარია და სიხარულით აკეთებ, მაგრამ მე დაფიქრდე, რომ ეს რატო გავაკეთო, შეიძლება დაგწყდეს გული იმას, რომ რატო გავაკეთე, თქვათ ეს ამდაგვარი რაღაცა და ამდენი არ მიმეცა და უფრო ნაკლები მიმეცა და რაღაც. და შემდეგ როდესაც ეს უკვე ქცევა თვისებაში გადავა ადამიანს და უკვე ძალიან დიდი სიხარულის მომტანი იქნება ყოველი მიერ გაღებული, ასე რომ ვთქვათ, ყველის საქმე და ყოველი მიერ გადადგმული ნაბაჯი და გაშვერილი ხელი მოყვასის დასახმარებლად. ამიტომ ჩვენთვის ძალიან დიდი შეგონება არის ყოველი ჩვენთაგანისათვის, ვთქვათ, ასეთი სახარების ეს სიტყვები და უნდა ვეცადოთ, რომ ვაიძულოთ თავი ჩვენს, რომ ვაკეთოთ ის საქმე და გამდიდრდეთ მოყვასა და უფალში, რათა შევძლოთ ჩვენი ღირსეული წინაპრების მსგავსად იმ ვიწრო გზით სვლა, რომელზეც სვლენენ მცირედი და მიდის სათასაოსფეროში. სხვანაირად ადამიანებისათვის ცხოვრება შეუძლებელი არის. ამას უნდა დააფიქროს ადამიანი, შეიძლება შენ კი გაქვს სიმდიდრე, მაგრამ ეს ღვთისგან არ იყოს. უნდა შეიძლება ორი ძალისგან იყოს, რომელიც შენ ამაში გუბავს, განადგურებს. არც მოწყალებას გასცემ, არც არაფერს გაცემ და უკვე თავისთავად შენ შეზღუდული ხარ და მამანეგროს რატომღაც ხალხს გონია, რომ რაც უფრო ბევრი ფული აქვთ, ბედნიერება ამაშია და არა და მაგალითი საპირისპიროა იმისა, ვისაც ბევრი ფული ჰქონდა, ზოგმა თავი მოიკლა, ზოგი გააგიჟდა, ზოგმა აი ვერ უზრუნველყო თავის ცხოვრება, ბედნიერება ვერ ნახა. ესე იგი, მესმის თანხა, ნახეთ, უფალი ბრძანებს, რომ ჩემენების გარეშე თვითონ ხარ შემოგივარდება თავისთავად. ესე იგი, უფალი თუ კი უშვებს, რომ თქვა ვინმეს მიეცეს, უშვებს ერთისთვის, რომ გამდიდრდეს მოყვასში. ეთანხმები, ვისაც მეტი ადამიანს მეტი რომ მიეცა, მე მოთხოვნებაც ეზრდება იმას. და დამთავრებულია. თუ კი მანამდე სიტყვაზე აკმაყოფილებდა 100 ლარი, ეხლა მიეცა 1000, უკვე 1000 აღარ აკმაყოფილებს. მანამდე 100 ყოფნიდა. ეხლა 1000 აღარ ყოფნის. და რაც შეეხება იმას გეთახმებით იმაში, ნამდვილად რომ რაც უფრო მეტი აქ ადამიანს უკვე სანერვიულოც ემატება. შემწუხებელის ბევრი ყავს. არა, შემწუხებელი ბევრი ყავს, დიდება, შემწუხებელი, მაგრამ ნერვიულობს ადამიანი, რომ ის არ დაკარგოს, არ მოაკლდეს, ვიღაცამ არ მოპაროს, არ წაართვას, რაიმე, მოგამიგეთ, თავის ცოცხლეს უკვე საფრთხე შეიძლება დაიმოქროს და რაღაცა. შემწუხებელი, თუ ყავს შემწუხებელი დიდება, შემწუხებელი ადამიანი რომ მოგეცა და შენ მოწდები, შენ ეს რაღაცა მინიმალური მაინც გააკეთო, ხო? მოგამიგეთ, ესე იგი, პასუხისმგებლობაც იზრდება, როცა გეძლება ეს სამხატა რაღაცა და ამიტომ მაინც მნიშვნელოვანი ადამიანმა სწორად შეხედოს და სწორად შეაფასოს. ეს თქვათ და მაგრამ ამას ოდის შეძლებს, შენ სწორად დანახვას ამისას უნდა აღქმას. როდესაც ესე იგი ღვთის სიტყვასთან და ღვთის წერილთან ახლოს იქნება. მაშინ სწორედ
თეთრ დაარქმევ, თეთრ შავს სწორად დაარქმევ. გაუძღვები რა თქმა უნდა და სწორად განკარგავ ყოლიოს. გეთანხმებით იმაში, რომ ადამიანები, ვთქვათ, თავიანთ ცხოვრებას ფული, ასე რომ ვთქვათ, ეს მატერიალური დოლარით საწაიღოთ, რომ არ იცოდნენ, თვითმფრინავებში იხდნენ ქორწილს, მაგრამ ცხოვრება შემდგომ თვითმკვლელობით ამსავრებდნენ. რატო? იმიტომ რომ ფაქტურად მათ ეგონათ, რომ იმით იწყებოდა და ვთქვათ, იმით თავდებოდათ, წუთის სოფელში იწყებოდა, რომ თავდებოდა ყოველივე და ამ წუთის სოფელში ვერ მიიღეს ის, რაც უნდა მიიღო და ჩათვალეს, რომ მაგალითად ცხოვრებას უკვე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იმდენად დახშული იყო მათში, ვთქვათ, უფლის ხმა, სიტყვა, უფლის სინდისის ხმა, უკვე თავის სინდისის აღარც ესმოდა და ფაქტურად რა ფაქტიურად უკვე ადამიანები ფიქრობენ, რომ ღმერთი ეგონათ, მაგრამ უკვე ფული რო აქვს ადამიანს მეცხრეც მე ვარ ყველაფრის გამგებელი. შემიძლია რა თქმა უნდა ამის ყველაფერს მივახციო და ყველაფერი შევძლო, რაც მომიხვდა რომ ეს არის უკვე სხვა გზა ვერ ნახეს და აი რასაც თქვენ ზარეთ, გეთახმებით თავი მე როგორ თვითმკვლელობაზე მიდიან. იმიტომ რომ მათთვის უკვე მიხვდა რომ აზრი დაკარგა ცხოვრება. მახსოვს ერთხელ მე უფერო გადაცემაში მოგზავნებული და მე უფერო ძალიან ასეთი რაღაცა. იყო ერთი მდიდარი და ბევრი ფული ქონდა, ძალიან ბევრი, მილიონები ქონდა და რაღაც ოპერაცია ჩაატარა და ქონდა თქვა რომ ალბათ სიყვაზე 50 მილიონი და სადღაც დაკარგა 1 მილიონი. გული გაუსხდა, ეგ რა დავკარგო და რა შენაშალები რა დავაკეთე და შედევრიც უნდა აგერა ამდენი გაქვს. ხო კიდე არ გეყოფა, მაგრამ აი იმდენად იყო ის ამით დახარბებული და ამ იმით ცხოვრობდა. ამ მოხვეჭელობით. ეს ქართული ფილმებია გენიალური, მილიონს რო კაპიკი დააგდეს, ის მილიონი აღარ იქნება და როგორც ჩანს ამ ფაქტორმა იმუშავა და ეს ხო ბევრ ადამიანს მუშაობს. თუ გით მამა აი ჩვენ ხო გვახსოვს ახლა მეც და შენც რომ 90-იან წლებში როცა ფულის რეფორმა წავიდა, შეიცვალა, არეულობა წავიდა და ხალხს ისეთი ფული მიქონდა შესაძლებლად რომ იგი არც მიიღეს, უკვე დაზიანებული. ესე იგი ეს ქონდა დამალული ეს ფული. შენახული. ხო. მიეცის მას დაეხმარენ 1000-ავე არ ახავს, მოყვასი არ ახავს, მაგრამ არ ემეტებთ მამა. აი ესა მოწყალების გაცემა არ იცი. ხადა და სამწუხაროდ ხა მრევლთანაც ვერჯერ ვითხოვს, ესე იგი ისიც რაც ჩვენ რეჟიო გატარებული და ოფიციალურად ჩვენ გვეკუთვნის, არც ის არ არის ჩვენი. ყველაფერი ისიც რაც ოფიციალურად ჩვენია, დროებითი არის. დროებით გვეძლება ყველაფერი ამ წუთის სოფელში. რა თქმა უნდა, ამაზე არის, ამიტომ ის იმ კაცის იყო, მაგრამ დროებით იყო. უბრალოდ ჩვენ ადამიანებს გვეძლება საშუალება შესაძლოა ეს ხრწნადი საუნჯე, რომელსაც ჩილი და ღილი დარღეს, გადავაქცოთ ურწლების საუნჯეთ. ამის საშუალება გვეძლება და როდესაც ამ საშუალებას ადამიანი არ იყენებს, სამწუხაროდ უკვე ფაქტურად საკუთარ თავისთვის გამოგვა განაჩენი. და ეს განაჩენი, რა თქმა უნდა, არის არა მხოლოდ თანაყოფობა და ერთობა და თანამონაწილეობა, თქვა უფალთან, არამედ პირიქით. ისი მადლმოსილების მიღმა და გარეშე ყოფნა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის საბოლოო ხვედრს. ამიტომ უნდა ვეცადოთ ყოველთვის დავეხმაროთ ცხოვრებას. რასაც წმინდა წერილი გვეუბნება და როგორაც წმინდა წერილი გვეუბნება, სწორად შევიმეცოთ, დავინახოთ, გავითავისოთ და ვეცადოთ სწორედ იმ გზით სვლას, რა გზაც, ესე იგი ფაქტურად წმინდა წერილში მოთხრობილმა მართალმა მაებმა და მოციქულებმა შეგვაძლევინოს, რომ დაინახებინათ ჩვენთვის. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და ალბათ იმედი არის ეს საკითხული სახარება ყველასათვის მაგალითი იქნება და ნახეთ რა არის. აქ უშუალოდ მდიდარზე კი მარტო მდიდარზე კი არა, ვისაც დიდი თანხა აქვს, შეიძლება ღარიბი იყოს მდიდარზე მეტი ძუნწი. ღარიბი შეიძლება იყოს მდიდარზე მეტი ძუნწი. ესე იგი შენ რაც აგარ, ის უნდა შეგეძლოს იმის რაღაცის მოსება. ამიტომ როდესაც დედაკაცი სხვა რომელსაც არაფერი არ ქონდა, 2 ლეპტა შეიძერა. მის შენი ნამეტრავისგან დადებულზე კი არა, ვთქვათ რომ ნამეტრავისგან დადებულს ვდები არა. ნაკლო როცა დადებული არის, გაცლებით აღმატებული და ის 2 ლეპტამ გადაწონა სიტყვაზე ვთქვათ მთელი გირვანქა ოქრო გადაწონა 2 ლეპტა იმ ადამიანის, იმიტომ რომ ღვთისწინაში აიწონება ვთქვათ არა რაოდენობა, რაოდენობრივობა, არამედ ესე იგი შენი შინაგანი დამოკიდებულება ღვთის წინაშე. ამის დროა და შემდეგ გავახსენე ჩვენი საუბარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 2 თვის მანძილზე, რა სამუშაოები განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. წინა საარჩევნოდ გაცემული დაპირებები, რამდენად იქნება გათვალისწინებული ბიუჯეტის განხილვის პროცესში და როგორია სამომავლო გეგმები. 2 დეკემბერს საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებენ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარეხი ნიჟარაძე და ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე დიმიტრი მხეიძე. ყოველ სამშაბათს 19 საათზე ტელერადიო კომპანია რიონის ეთერში პროფესიონალები აქტუალური თემების ირგვლივ ნანა რობაქიძესთან ერთად. ახლა მე ძლდება ჩვენი გადაცემა. მამა ნიკოლას, ასე თუ ისე ეს თემა ახსენეთ ახლა ჩვენ გამგები გაიგებს და ვისაც არ უნდა რომ გაიგოს რა არის ეგეთი და მოწყალება, ის ნამდვილად რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ვერ გაიგებს ამას. მოდი ახლა ჩვენ უკვე ვიმყოფებით, ვიცით რომ დაიწყო პარასკევიდან ხო, შობის მარხვა და შობის მარხვაში ვიმყოფები და მოდი შევეხოთ შობის მარხვას და აი რა არის მარხვა საერთოდ? მოდია. ამ სტუდიაში ბევრჯერ გაჟღერებულა თქვა რომ მარხვის შესახებ ბევრჯერ ყოფილა საუბარი ნამდვილად მარხვასთან მიმართებაში. ეხლა ჩვენ ქრისტეშობის მარხვაში ვართ. ანუ ეს მარხვა დამთავრდება მაცხოვრის შობით იუდეის ბეთლემში. ერთამ მშვიდობით მიყვანოს იქამდე ყველანი. ამინ, ამინ. სრულიად საქართველო. რა თქმა უნდა. რაც შეეხება ახლა უშუალოდ ზოგადად მარხვას. და მის სულიერ მნიშვნელობის შესახებ. რა თქმა უნდა, ესე იგი, ფაქტიურად ნებისმიერი რამ, უფლისმიერ ბოძებული და დაწესებული თქვათ. კრებებზე დადგენილი ყველაფერი ემსახურება ერთს. ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის ასე რომ ვთქვათ დალაგებას. ეს აუცილებელი მომენტია, ღმერთთან ურთიერთობის სიჯანსაღის ემსახურება უპირველეს ყოვლისა. სხვანაირად არ გამოვა. სხვანაირად არ შეიძლება, რომ ადამიანმა მაგალითად რაიმეს მიაღწიო ამ წუთის სოფელში. რაც შეეხება უშუალოდ მარხვას ზოგადად, ესე იგი, რატო უნდა მარხულობდეს თქვა ადამიანი? და გარკვეული სახის საკვებისაგან ადამიანები მარხვის დროს, ესე იგი, ვიცავთ თავს. აი მაგალითად ვიცავთ, თქვათ, ხორცის მიღება არ შეიძლება მარხვაში და არ შეიძლება, თქვათ, რძის ნაწარმის მიღება მარხვაში და კვერცხის მიღება. თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც ადამი დაეცა 64-ში და თქვათ მას მანამდე 64 მიეცა დასამუშავებლად ადამის შრომა, ფიზიკური შრომა დამღლელი არ იყო. მაგრამ ცოდვიდაცემის შემდეგ უფალმა განუჩინა, რომ ადამიანს უნდა მოიპოვინა პირუფლიანი თავისი სარჩო საბადებელი. ურჩობა გაგრძელდა ძმა ცოდვამ შუა სიკვდილი ძმა ზამოკლა და მიწამ ხო ეკადრეზეზე მოცენა უკვე მიწამ ნაყოფიერება დაკარგა. ამიტომ თქვა იმ სახის შრომა რა სახის შრომითაც თქვა ადამი მანამდე შრომობდა საკმარისი არ იყო სარჩო საბადოების მოსაპოვებლად. ამიტომ შრომა დამძიმდა თქვა უკვე დაუმძიმდა შრომა ადამიანს და იმ ენერგიას რასაც ხარჯავდა ადამიანი უკვე თქვა ამ ენერგიის აღდგენისათვის მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური საკვები რომელიც მიეცა კაცობრიობას საკმარისი არ იყო. და სწორედ წარმოების შემდეგ ერთ-ერთი სწავლება არსებობს ამასთან დაკავშირებით ასეთი რომ იგი ხორცის ჭამის უფლება მიეცა ადამიანს იმას კაცობრიობას ბოდიში კაცობრიობას მიეცა ხორცის ჭამის უფლება რატო? იმიტომ რომ ის დახარჯული ენერგია რასაც ის განმავლობაში ხარჯავდა ადამიანი რომ მიიღო რომ აღედგინა ეს ენერგია თორემ უკვე ფაქტურად მოხდებოდა ადამიანის დასუსტება მიისვლებოდა უკვე უღარ შეძებდა თოთ ადამიანის შრომას. ამიტომ უფრო მძლავრი პრეპარატის მიღება იყო, ასე რომ ვთქვათ, საჭირო აუცილებლად ადამიანს რომ ღამის განმავლობაში ეს დახარჯული ენერგია აღედგინა. გარდამის ამას სხვა მიზეზებს გააჩნია, არის ვთქვათ, ხორცის მიღების უფლება, რატომ ეცე, მაგრამ ერთ-ერთი სწავლება ამასთან დაკავშირებით ასე არის. და ეხლა იქ
ვთქვათ, სარჩუსაბადებელიზე იყო საუბარი. და ეხლა ზოგიერთ ადამიანს მაგალითად აქ ამ წუთის სოფელში ვთქვათ ფიზიკური მუშაობა არ უწევს, ვთქვათ გონებრივი მუშაობა უწევს, რაღაცა უშევს, ჩვეულებრივად იკვებება ადამიანი. ხო, მაგიდასთან უწევს დომათები დღე. რა თქმა უნდა. ვერ მოძრაობს ხარ ესეთი სამუშაოები, ხო. როგორ არა, კი. ოფისებში, დიახ. და ნახეთ, ჩვენ ესე იგი ფაქტურად ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ რომ ვიცხოვრობთ ქრისტიანულად ღვთისმსალობით და ესე იგი რანაირი მომენტი არის. ესე იგი მარხვაში ვიკავებთ თავს ხორცისაგან. იმიტომ რომ კალორიული საკვების მიღება ნებებს აღწევს ადამიანში. ხო გამიგეთ? განსაკუთრებით თქვათ ხორცის მიღება, რძისაწარმოს მიღება. ამიტომ რადგან მარხვის დანიშნულება არის სულის ზეიმე, ესე იგი ხორციელი ნებების დათრგუნვა და სულის წინ ესე იგი სულიერი გრძნობის სულიერების წინ წამოწევა, ამიტომ ხდება საკვებისაგან თავის შეკავება. ეს ასე მარტივად და გასაგებენაზე რო ვთქვა და რაღაც. იმიტომ არის აუცილებელი რომ ადამიანმა უნდა იმარხულოს. მაგრამ არის ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თქვა უზურებაში არიან. უზურებაში ყოფ ადამიანზე არ მარხვა არა, მარხვის შემსუბუქება. უზურებაში ყოფ ადამიანებს, მეძუზურდედებს, ფემძიმე დედაკაცებს, ქალებს, თქვათ, მოხუცებულებს, თქვათ, მარხვა უმსუბუქდება. ზოგადად ესე იგი, ამიტომ მათ რასაც მოძღვარი განუჩინებს, თქვათ, ის უნდა მიიღოს, ის საკვები მიიღოს. რომ მარხვის თუკი ადამიანი დაუზურებულია ისედაც და შენ ახლა ვთქვათ მარხვის სრული კანონი დაადე უზრუნველყოფ ადამიანს, უზრუნველყოფ ადამიანს, ის საერთოდ ფაქტურად ვერაღაფერს ვეღარ შეძლებს შემდეგ. ამიტომ არ მარხვა არა, მარხვის შემსუბუქება და რაც შეეხება მაგალითად ზოგადად დაწესებულთა დადგენილ მარხვას, ახლა ტიპიკონურად რო გითხრათ ეს მარხვა რომ ის არის თქო მარტივი თქო არ არის ფაქტიურად შემდეგნაირად არის ტიპიკონურად ეს მარხვა 40 დღიანია ისედაც ჯერ ხო? ხო 40 დღიანია და არის შემდეგნაირად 4 შაბათი პარასკევი უზეთო არა 2 შაბათი 4 შაბათი პარასკევი უზეთო 3 შაბათი 5 შაბათი ზეთიანი და შაბათკვირა თევზით ზეთთან ერთად რა თქმა უნდა ნახეთ როგორი ის არის 2 შაბათი 4 შაბათი პარასკევი უზეთო 3 შაბათი 5 შაბათი ზეთიანი და შაბათკვირა ზეთთან ერთად პლუს თევზი. მაგრამ ჩვენო პატრიარქმა კარგად მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე ათეული წელია უკვე ხო რამ დიდი ხანი არის, ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი არის, ფაქტურად ადამიანებს ასეთ შეჭრებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეგვიმსუბუქა მარხვა და პირდაპირ არის ასე მოცემული. 2 შაბათი ესე იგი ზეთიანი ყოველ დღე თევზი 4 შაბათი პარასკევის გარდა. დიახ. მაგრამ ეს არის 25-მდე 25 დეკემბრამდე და 25 დეკემბრის შემდეგ კაცრდება. დიახ. და ტიპიკონურად ახეთ ახლა ტიპიკონურად ხო არის ამ 40 დღის განმავლობაში დღესასწაულები. აი მაგალითად დეკემბრის თვეში ძალიან ბევრი დღესასწაულია, რომელიც თევზით ახსნილებს. და ესე იგი გამკაცრება მარხვისა იწყება ტიპიკონით თვის ბოლოს, შემდეგ პირველიდან თუ ორიდან. ამიტომ ვისაც აქვს სურვილი მაგალითად რა თითქმის იგივე რაოდენობა არის თითქმის თევზის მიღებისა, რაც პატრიარქმა გაახსნა, იმიტომ რომ 25-ის მერე სამაგეროთ პატრიარქის ტიპიკონი იმას ამკაცრებს მარხვას და ეს ერთი კვირის მერე მკაცრდება. ამიტომ ვისაც აქვს სურვილი მაგალითად პატრიარქის კურთხევით იმარხულებს და ვისაც აქვს სურვილი თქვა ტიპიკონის მიხედვით იმარხულებს. ეს საერთოდ ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. რამოდენიმე დღით შეიძლება მეტი იყოს პატრიარქის მოცემული ტემით კურთხევით თევზის მიღების შესაძლებლობა და საშუალება. ეს სრული თავისუფლება ეძლევა ადამიანს. ამიტომ რადგან თან მერე მარხვას რაც შეეხება ზოგიერთი ადამიანს რომელსაც შეუძლია მაგალითად იმარხულოს საკვებით მარხვა მარტო არაფერს არ შველის. ესე იგი საკვებით მარხვა ადამიანს უნდა აძლევდეს საშუალებას იმას უნდა აძლევდეს საკვებით მარხვა უნდა ემსახურებოდეს მის სულიერ მარხვას.
ვასილე დიდი ბრძანობს, ესე იგი მორიელიო საერთოდ რაც უფრო არ ჭამსო საჭმელსო და მშიერი არის, მით უფრო მეტი შხამი, ხო, მისი შხამი უფრო მეტი კონცენტრირებული არის. ესე იგი, როდესაც უჭმელი არის მორიელიო. ესე იგი, შეიძლება ადამიანმა საკვები არ მიიღო, მაგრამ მარტო საკვების არ მიღება არ შველის არაფერს. რამე თუ წინასწარ გეუბნება, რომ პირში შემავალი კი არ წარწმობს ადამიანს, აუცილებლად პირში შემავალი, როდესაც განსავალით გავალსო. არამედ პირიდან გამომავალიო. რაც პირიდან გამომავალი, უკვე გულიდან მოდისო. ბრუშავანი, აბარტონები, სიზვანი, მევთრალიობანი, ხო გამი გულისხმები, განკითხვა, შუური, შუღლი და მთელი ამბები. ამიტომ ესე იგი ჩვენთვის მთავარი არის, რომ ესე იგი ხორციელი მარხვით მარხვა გვეხმარებოდეს სულიერ მარხვაში და სწორედ სულიერი მარხვა არის განმაპირობებელი ადამიანის სულიერებისა. მანიკულოს ესე იგი ჩვენ მაყურებელს გვისმენდა რომ უკეთესად დავხსნათ კიდე გაიგონ ესე იგი რა აზრი აქვს შენ ხორცის არჭამას თუ შენ განკითხვაში ხარ და ჩხუბში და დავდარებაში. მე მეტყვი გეუბნება თან მოციქული, მეტყვი არის წინა წერილის ცოდნა აუცილებელი მინიმალურ დონეზე მაინც. რომ ნახეთ ვინც მარხულობს ის შეიძლება ამარტვანება იშავარდეს. ამიტომ წერია რომ ესე იგი მარხველიო არა მარხველსო ნუგანი გითხავ და არა მარხველი მარხველს ნუ შეურაცხყოფ. ამიტომ ესე იგი ფაქტურად ნახეთ რაღაცა არის თუ კი ეს არ ემსახურება ერთს ადამიანის სულის რდას და სულიერების წინსვლას ისე ფაქტურად მას აზრი არ აქვს. ამიტომ მარხვაშიც ესე იგი გასართობების სანახაობებიდან თქვათ ყველაფრისგან თავის უნდა შეძლებს ზოგადად თავის შეკავება არის საჭირო. ადამიანი უნდა ჩაიძირო საკუთარი გულის სიღრმეში და რაც შეიძლება თქვათ ეძიოს საკუთარ თავში ნაკლოვანებები. იმიტომ რომ ნუგონი ადამიანს რომ მას ნაკლოვანება არ აქვს და აღმოფხრილი აქვს ნაკლოვანებები. ნუგონი ადამიანს რომ უკვე თქვათ ბოროტი დაამარცხა და აღარ ევზის მას ბოროტი. ნუგონი ეს ადამიანს გონია ასეთი რაღაცა. სამწუხაროდ, ეხლა ტენდენციები ისეთი შეიმჩნევა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გონია, როგორ დაამარცხა ბოროტი, დაამარცხა საკუთარ თავში ყოველი გვარი სახის უნება და უკვე ფაქტურად ადამიანი, ასე რომ ვთქვათ, დედამიწაზე მიწიერ 64-ში არის და უკვე თავი ეგრე სასופველში აყოფილი და უკვე ღმერთთან შეკრული არის. არათუ უნდა გვავიწოდო ხალხო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ რო გძინავს, ეშმაკ საერთოდ არ ძინავს. ჩვენ რო თუ გინ ცოტა შევსვაგი საერთოდ არ ჭამს. ერთადერთი რითაც შეიძლება ბოროტის სული დამარცხეს და ამ ბრძოლაში როდესაც ლერდება მარხვაში ბრძოლა, ეს არის თავდაბლობა. თუ კი შენ ეკლესიური ცხოვრების წესი მარხვა, ლოსვა თავდაბლობას არ გძენს, ჩავთვალოთ ეს რომ ფაქტურად ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ყველა მარხულობა და თქვა ის არ მოიტანს იმ შედეგს, რა შედეგზეც მაგალითად მარხვა რა შედეგიც მარხვამ უნდა მოუტანოს ასობრიობას. დიახ, რომ თავი უნდა შევიკავოთ და მე უსმენდი ერთი მოძღვარი საუბრობდა სტუმართანაც აი მარხვაში არ უნდა მიხვიდე, იმიტომ იმ ოჯახსაც თუ არ მახურობს უხერხულში ჩააყენებო. შენ რომ მიდიხარ და რა თქმა უნდა მორიდება ჯობია ყოველ მხრივ მორიდება ჯობია, იმიტომ რომ ფაქტურად შენ ალდა თუ გინდა შენ თუ კი მაგალითად მარხულობ, მე ამის აფიშირებას არ, იმიტომ რომ შენ უნდა გააკეთო ყველაფერი დაფარულში. რომ მაგალითად მე მამამ ზეცურ მამამ ცხადად მოგაგოს იგი და ახლა შენ თუ ამის აფიშირებას აკეთებს ჩათვალო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წყალში არის ჩაღრილი. ამიტომ სტუმარად მისვლა, გასართობების სანახაობის ყურება, თქვათ ასე რომ ვთქვათ, მოძღვარმა თუ კი მოგსავთ არასამარხო საკვების მიღების უფლება, თუ გინდა რძის ნაწარმის სახით, დამცხრები კი არ უნდა ჭამო ადამიანო. ხონდა მხოლოდ უნდა მიიღო, თქვათ, ყველი ხაჭო, რაც არის აუცილებელი. და ხაჭაბურგი. ხო, ხაჭაბურგი არ უნდა გააკეთო, ისე უნდა გააკეთო, ისე უნდა გააკეთო, რომ ფაქტობრივად ის ნამდვილად ემსახურებოდეს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის იმის გაამართლების მიღება. რა თქმა უნდა, მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა მაგალითად უკვე მე გადახვედი ადამიანი განსხრომაში, ხო გამიგეთ, ესე იგი გემოთმოყვარეობის, აქეთ გემოთმოყვარეობის დემონმა დათვლოს ადამიანის გული და გონება. მამარიგლოს სულ საინტერესოა თქვენთან საუბარი. შევეხოთ დიდი დღესასწაული მოდის ახლა. ხუჩაბაც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა და არ მინდა ესე გადაცემა დავამთავროთ, რომ ამ თემას არ შევეხოთ. დღესასწაულს არ შევეხოთ. ღვთისმშობლის ხო 12-იანი დღესასწაულია, ყველას კარგად მოგესალმებით ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება. ესე იგი მასთან დაკავშირებით იაკობ მოძიგულის სახლებში არის საუბარი, რომელიც თქვათ სახლებების ნუსხაში არ არის შეყვანილი, მოთხრობილი არის მასში, რომ ღვთისმშობელი, რომელიც
3 წლის იყო მიიყვანებენ იერუსალიმში ტაძარში და თქვათ იქ 15 საფეხურზე გარდამო განგებულებთ მას შეიყვანს წინასწარ და სწორედ ეს ის ზაქარია გახლავთო რომელიც შემდგომში შეიქმნება იოანე ნათლისმცემლის მამა რა თქმა უნდა და ღვთისმშობელი სწორედ გახდა ქალწული ის პიროვნება ადამიანი რომელიც შეიქმნა ფაქტურად გამოუკვეთელი ღვთისმშობელი გახდა ის გამოუკვეთელი ლოდი რომელიც გახდა თქვა მაცხოვრის მშობელი და ნახეთ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რა არის ხა მოკლედ რო თქვა და რაღაცა რომ როდესაც ადამიანი უნდა გამხდარიყო თქვა 13-14 წლის ის უნდა დაქორწინებულიყო იუდაური წესის მიხედვით და რაღაცა და ეს იყო პირველი ადამიანი რომელიც უარი თქვა ქორწინებას ის ზეგარდამოწ განგებულებით ღვთისმშობელი როდესაც შეიყვანეს თქვა წმინდათაში სადაც შესვლის უფლება მხოლოდ და მხოლოდ ქონდა მღვდელთმობრას წელიწადში ერთხელ ხენების დღეს როდესაც შეეცერავდა მსხვერპლს საკუთარი ცოდვებისათვის და ერის ცოდვებისათვის და უკვე ფაქტურად იქ სადაც წინასწარში იდო აღთქმის კიდობანი უკვე ფაქტურად ასე რომ ვთქვათ მატერიალური ვთქვათ აღთქმის კიდობანი შეიცვალა ვთქვათ იმ ცოცხალი აღთქმის კიდობნით რომელშიც შემდგომ მოხდა მაცხოვრის განკაცება ეს დღე ნამდვილად მნიშვნელოვანი არის მთელი კაცობრიობისათვის რამე თუ უკვე შეიძლება ითქვას რომ დაედო საფუძველი კაცობრიობის ხსნის მოახლოებას რამე თუ ღვთისმშობელი დედის ტაძრის შოობით და ტაძარში მიბრძანებით უკვე კაცობრიო გამოჩნდა ის ნათელი წერტილი რამაც საბოლოო ჯამში იყვანა მაცხოვრის წუთისობაში მოვლენებამდე და შობამდე ყველას გილოცავთ თქვა მარხვის დაწყებას და წინასწარ გილოცავთ ის ტაძრის მოყვანების დასასწაულის ისი ძალი და მადლი შეგეწევს ყველას. დიდი მადლობა რომ მოგზანდით. ვიცით რომ თქვენს აკადემიაში გითხულობთ ლექციებს, აქეთ მსახურობთ, დრო არ გაქვთ, ნამდვილად გათვლილია თქვენი ყოველწუთი წავი, მაგრამ მოდით ჩვენთან მიიღეთ მონაწილეობა. დიდი მადლობა ამისთვის მაღლა ნიკოლას. მეც ვერთები თქვენ მილოცვას, მიულოცოთ ჩვენ ტელემაყურებლებს, ყველა იმ ქრისტიანს, ვისაც ღვთისმშობლის ეს ტაძრად მიყვანება ახარებს, ხარობს, უხარია და მართლა მრავალს დაასრულს და ეს მარხვა ბოლომდე კიდე ასე შემართებით როგორც თქვენ ესე დაგმოძღვრეთ მარხვის შესახებ მიგვეტანოს ბოლომდე. ამინ. ამინ. აბა გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.